ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაურო წირვა-ლოცვა აღევლინდა ფერიის სამების სახელობის ეკლესიაშიც. ღვთისმშობლის პარაკლისი დეკანოზმა თეოდორემ გადაიხადა. ტაძარში მრევლი დილიდანვე შეიკრიბა. ღვთისმსახურებას ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი მეუღლესთან ერთად დაესწრო. საღვთელოებად ამრევლი მივესალმებით. ჩვენი ეკლესიის წყემსთავრის ლოცვა კურთხევას და ერთ სიტყვით დიდი სიხარულით ვიწყებთ ამის აღნიშვნასაც, რაც იმით გამოიხატება, რომ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დილის მსახურებები წირვები შესულდა და გადაიხდება ღვთისმშობლის პარაკლისი ქართული ოჯახების და არა მარტო ქართული, არამედ საქართველოში ტრადიციული ოჯახების დღეგრძელობისა და მრავალჟამიერი სიცოცხლე საკურთხევისათვის. პატრიარქის მოწოდებაც ამას დაემატა და ყველა ქართველისათვის, ყველა მართლმადიდებელისათვის უნდა იყოს ყველაზე ძვირფასი და არის ოჯახი, ოჯახური სიმშვიდე, ოჯახური გარემო და ზუსტად ამასთან დაკავშირებით მოხდება ყველა ოჯახის ლოცვა და დალოცვა და ყველა ოჯახის კურთხევა დღეს ჩემს ტაძარში ამოვედი, როგორც ყოველთვის და დავესწრებით პარაკლის, მოიხსენიებთ იმ წასულებსაც, ჩვენი ოჯახის წევრებს